ამ თელს ამ უბედურობაში რაც ხდება ჩვენს თავს ერთი წლის განმავლობაში მანამდეც არის ორი რამ რაც ახლა ნამდვილად გამიხარდა დღეს. ერთი ის არის რომ ყველა საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უკლებლივ ყველა ეწინააღმდეგება ქართველების ჩანაცვლების ამ უზნეო და მიზანმიმართულ პოლიტიკას, ეწინააღმდეგება არაბული ქალაქების მშენებლობას ჩვენს ქვეყანაში. და მეორე, როგორც იქნა ძალიან მახარებს რომ ვინც ამ ბრძოლაში ვართ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჯგუფები, ვისაც აინტერესებს უფრო მეტად კონცენტრირებული არის ეროვნული საკითხის, კონსერვატიული საკითხის ამ ადამიანებმა მოახერხეთ ერთად დადგომა, თვითორგანიზება და ჩვენი ასე ვთქვათ ერთობლივი პირველი აქცია არის ეს დღეს რაც ხდება ჩვენს თავს და ძალიან გვიხარია და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. დღეს მინდა ვისაუბრო ორ ნახეთ ახლა რატო არის საინტერესო ეს ყველაფერი. ჩვენ ხედავთ აი ჩვენი ეროვნული გმირები, ხო, სიმბოლოები. ჩვენ ხედავთ აი წინ ამ შენობასთან არის ჩვენი სახელოვანი რეჟისორები, მსახიობები, ის ადამიანები, რომლებიც ერთს კრავდნენ ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა. და ნახეთ აი რატო დავიწყე ამაზე საუბარი. ორი რამ არის, რაზედაც მინდა ვისაუბრო. სიმბოლოები, ფასეულობები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ყოველგვარი უზნეობა და ჩვენი პირდაპირ ვიტყვი არ მომერიდება ქართველი ერის დაცემა ამათ ხელში. პირველი, აი რამდენად აი ეს პროექტი რო გადავხედოთ, თავიდან ბოლომდე აღწერს ჩვენ დღევანდელ ყოფას და მდგომარეობას. შეხედეთ ჯერტის კინო რუსთაველი. იქ სადაც არის აი სახელოვანი ადამიანები. გახსნეს ოფისში და ვაკვირდებით, ეხლა აქ არის რეკლამა რაღაც ზღაპრული ქალაქის და აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც არიან დევნილები, უსახკაროები, რომლებიც ემიგრაციიდან გვიყურებენ, ადამიანები, რომლებიც არიან გაჭირვებაში და ხატავენ რაღაც ზღაპრულ არარეალურ ქალაქს უცხოელებისთვის, ხო? აი ამ შენობაში, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობა, ეს შენობა აუცილებლად უნდა გახდეს კინო რუსთაველი და აუცილებლად უნდა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, ეს ერთი. და მეორე, ნახეთ ახლა სადაკეთებენ ამ ყველაფერს, ხო? სიტყვა კრწანისზე, რო გითხოთ პირველი კლასის მოსწავლეს, კრწანისზე გვახსენდება ჩვენი გმირი, სამასი არაგველი გვახსენდება, იქ სადაც კომუნისტებმა სასულიერო პირები დახვრიტეს, ქართველი სასულიერო პირები, ეს გვახსენდება. რატომ უნდა გვახსენდებოდეს სიტყვა კრწანისზე არაბები და არაბული ინვესტიცია? მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ვართ დღეს აქ, დიდი მადლობა რომ ვართ დღეს ამდენი და დიდი მადლობა რომ ვდავართ აქ ესე ერთიანად. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი არის ნათელი. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით რომ მიუხედავად სამუშაო დღისა, მიუხედავად ამდენი საცობისა, მიუხედავად ბევრი სირთულისა და რისკისა, მაინც შევძელით რომ ამდენი შევიკრიბეთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით ამის მადლობას და მიზეზი არის აქ მარტივი. და ჩვენ არ ვდგავართ აქ იმიტომ როგორც გვაბრალებენ, რომ გვაწუხებს რაიმენაირი ფობია, თუნდაც ქსენოფობია, რომელსაც გვაბრალებს ყობახიძე ძალიან ხშირად. ჩვენ არ ვდგავართ აქ იმისთვის რომ ვიღაცა გვეზიზღება, ჩვენ არ ვდგავართ აქ იმისთვის რომ რაღაც ინვესტიცია არ გვინდა და ფული არ გვიყარია საქართველოში. ჩვენ ვდგავართ აქ იმიტომ რომ 850 ჰექტარზე ქართულ მიწაზე, ეს არის ქვეყნებზე და მაგალითად ქალაქ ფოთზე დიდი ტერიტორია, შენდება მართლაც ორი არაბული ქალაქი და ეს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. არ უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ მას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზი არის ის, რომ ეს კომპანია, ეგრეთ წოდებული Eagle Hills-ი არის ცნობილი იმიტომ, არც ერთ პირობას არ ასრულებს ძალიან ბევრ ქვეყანაში და ხალხს გაუპროტესტებია ის. ეს არის კომპანია, რომელმაც სერბეთში შეპირდა სერბებს, რომ ადგილობრივებს დავასაქმებთო, მაგრამ ჩაიყვანა უცხოელი მუშახელი და ჩანაცვალა სერბული სამუშაო ძალა. და საქართველოში ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, ჩვენ 3 მილიონიან საქართველოში. ემიგრაციაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანია გაცული. შობადობა ყველაზე დიდ მინიმუმზეა, რაც არის 39,000 ბოლო მონაცემებით, როგორც მახსოვს. და ისედაც უკვე არის 10% საქართველოს მოსახლეობისა უცხოელი, რაც ნიშნავს, რომ ქართული სამუშაო ძალა და ქართველი საქართველოში ნაცხდება სამწუხაროდ ეს პროცესი და ამას ხელს უწყობს ოცნების დარღვევის საიდუმლო გარიგება და ამას ხაზს უსვამს. ამ ახალგაზრდებთ უყვართ რესპუბლიკა, ქართული რესპუბლიკა, საქართველოს რესპუბლიკა, რომლის დროშაც ჩემს ხელში როგორც 30-40 წლის წინ ამაყად ფრიალებს ანტიქართული
რეჟიმის საწინააღმდეგოდ. ახლა კი დადგა შამი, როგორც აქ ახალგაზრდებმა თქვენს, იხილონ ძალა ჩვენი სამშობლოს პატრონისა, მისი აღმატებულება ქართველი ერის ძალა. ერთი წლის განმავლობაში ვხედავდით, რას უშვებოდნენ ახალგაზრდებს, რას უშვებოდნენ ქართველებს, მაგრამ ადამიანები არ გატყნენ და დღესაც მადლობა ყველას, ვინც ხმას იმაღლებს აი ამ ბოროტების წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ერთიანობაში, მე მინდა პატივისცემით მივმართო ყველა ქართველს, ვისაც შეიძლება დღესაც კი არა აქვს გააზრებული როგორ მტერთან გვიწევს ბრძოლა ივანიშვილის სახით. ჩემი პატივისცემა ყველას, ვისაც გული უძგერს საქართველოსთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ სიმართლის მიტანას ყველა ქართველთან, ვინც გულწრფელია, ვინც არ არის დამოკიდებული ფულზე, ვინც არ არის დამოკიდებული მონობასა და ძალაუფლებაზე. და საქართველოში ასეთი ქართველები ყოველთვის ვიყავით და ისევ ვიქნებით უმრავლესობა.